შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია ამ დროისთვის არის უკონტროლო. ხედა სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გამოვიდნენ ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობიდან. ისინი არიან შეიარაღებულები. თქვენ ხედავთ აქ არსებულ ვითარებას, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მობილიზებულები ყავდათ. ციცაკის სპრეი გამოიყენეს ახლა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები განლაგდნენ ათონელის რეზიდენციის ეზოში. ვიცი აქვს თუ არა შესაძლებლობა საუბრის გაგრძელების გამომდინარე იქიდან რომ ციცაკის სპრეი გამოიყენეს, ამას ჩვენ ხედავდით პირდაპირ ეთერში. მინდა დავაზუსტო გიორგი სტანის ახლოდან ხედავს ახლა ამ ყველაფერს. იყო თუ არა ღობე იქ მორღვეული, შესაძლოა ჩვენ არასწორად აღვიქვით აქედან. გიორგი, შიგნით ეზოში იყვნენ აქციის მონაწილეები უკვე თუ არა? კი ვახო, შიგნით ეზოში იმყოფებოდნენ აქციის მონაწილეები. აქ არის სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ახლა მობილიზებულები, თუმცა მცირე რაოდენობით ასევე გამოჩნდნენ საპატრულო და მოქალაქეები. მიდიან ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოსკენ. თქვენ ამ კადრებს ადევნებთ ახლა პირდაპირ ეთერში თვალყურს. იყენებენ ციცაკის სპრეის აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ამ კადრებს ახლა მაყურებელი ადევნებს პირდაპირ ეთერში. როგორც გითხარით, ათონელის რეზიდენციის შიდა ტერიტორიიდან, შენობიდან გამოვიდნენ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. ასევე მცირე რაოდენობით არიან, თუმცა უნდა აღინიშნოს, აქ ასევე იმყოფებიან საპოლიციო ძალები, ანუ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. ცოტა ხნის წინ ნახეთ, რომ გამოიყენეს ციცაკის სპრეი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა უნდა ვაჩვენოთ ათონელის ქუჩა, სადაც უამრავი ადამიანია შეკრებილი. ადამიანები მოითხოვენ იმას, რომ პრეზიდენტის სასახლის კარის გასაღები გადაეცეთ ქართულ ხალხს, რადგანაც მათ მიაჩნიათ, რომ ოლიგარქი ივანიშვილის ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, მათ დაკარგეს ძალაუფლება და შესაბამისად მათი სურვილი არის, რომ ქართულმა ხალხმა გადაიბაროს ძალაუფლება, ის რაც კონსტიტუციით ეკუთვნით საქართველოს მოქალაქეებს. უამრავმა ადამიანმა მოიყარა ახლა თავი ათონელის ქუჩაზე, ათონელის სასახლესთან, იქ სადაც არის პრეზიდენტის რეზიდენცია. ასევე ვხედავთ, არის მცირე მობილიზება საპოლიციო ძალების. გადავინაცვლოთ ახლა ცოტა წინ. იყენებენ ასევე ბატონო მაადა, თქვენ გადადიხართ პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მაადა ბურჭულაძე გადადის თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში. ხედავთ, რომ ის მივიდა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებთან. მივიდა და ის ელაპარაკება თავად სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს. ისული არის უშუალოდ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან რკინის ჯებირები, რომელიც იცავდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას, არის გარღვეული, როგორც ხედავთ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების ერთი რიგი დგას წინა მხარეს, ასევე რომელიც აკავებს გამოუშვა რა ჩვენს